აქეთ ვნახოთ ახლა რა გვაქვს განსხვავებული და განსაკუთრებული. გამარჯობა. გამარჯობა. რა გვაქვს აქ განსხვავებული და განსაკუთრებული? განსაკუთრებული და განსხვავებული რაჭაში გვაქვს დღეს გემოფეზე თითქმის ყველა კერძი. ჩვენ გვაქვს პირადად შქმერულის ვარიაცია გვაქვს ესეთ პურუკაში, ნივრიანი соуსი და ფრეში კიტრით. გვაქვს აი მეხუთე ჯიხურში გაჭეჭილი სენდვიჩი, ესეთი არის, გაძენძილი ღორის ხორცი არის ღვინოში, ტარხუნის соусით და მჟავეულით და გვაქვს ლობიოთი, ლორი და მჟავეულით გემრიელობები. მოკლედ რაჭა არ ხუმრობს მეგობრებო. საოცარი კერძები აქვთ, მართლაო. ეს რაჭული კუპატი არის? კი, რაჭული კუპატი არის ეს. შიგთავსი ჩვეულებრივი კუპატი როგორც კეთდება, ისეთი აქვს და დამატებული აქვს შირი და ლორი. შირი და ლორი? ვა, რა საინტერესო. ასევე გაფორმება აქვს ვაშლის და ხახვის მარინადი და ღოღონაშოს соуსი. მალადეც. რაჭა მოწოდების სიმაღლეზეა. ეჭვიც არ მეპარება, უგემრიელესი იქნება. მოკლედ გუშინ გავსინჯე პირველად რაჭული, რა ქვია, რაჭული ფელამუშ კეიკი. ჩიზკეიკის რაჭული ვერსია. მოკლედ საოცარი იყო მეგობრებო. აი ეგეთი გემრიელი ჩიზკეიკი კი არა, ფელამუშის და ჩიზკეიკიც არ მიჭამია. თან ძალიან მაგარი ისაა რომ ფელამუშიც არის და ჩიზკეიკიც. საოცარი გემოქონდა და იცი რა მითხარით რა შემადგენლობისაა რა ესეთი საიდუმლო ჩადებული შიგნით ხვანჭკარი ჟელე, ფელამუში და კრემყველი და ორცხობილა ზემოდან. რაღაც თავის საიდუმლოებებიც ექნება, მაგას არ გვეტყვის ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად არისო, როგორი თვალით როგორი ხელით კი არა, როგორი თვალით აკეთებო რა და რაჭველი ადამიანი რო უყურებს და თავის გულს და სულს აქსოვს ამაში, ესეთი გამოდის მერე გემრიელი. არა, ლორი არა. ხვანჭკარა არის მთავარი საიდუმლოება.